საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტის პოზიციის პარალელურად ცხინვალის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რუსეთის დახმარებით ასევე ეგრეთ წოდებული საზღვრის გამაგრების გეგმაზე აკეთებს განცხადებას. ლეონიდ თბილოვი მოსკოვშია და კრემლის მაღალჩინოსნებთან მართავ შეხვედრებს უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ დე-ფაქტო ლიდერი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ეგრეთ წოდებული საზღვრის გაძლიერება ტექნიკური აღჭურვილობით დაიწყება. რაც შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს, ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმის ჩატარებას საოკუპაციო რეჟიმი 2017 წელს დაგეგმილი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგნორს. ძირითადად საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის არსებული სამოკავშირეო შეთანხმების შესრულებას, რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის კუთხით. საზღვარი ამჟამად სრულად დაკეტილია, უახლოეს პერიოდში დაიწყება საზღვრის გაძლიერება ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ისედაც ამ პირობით საზღვარზე, რასაც ჩვენ საოკუპაციო ხაზს ვეძახით, ძალიან ბევრი პროექტები ხორციელდება აქეთ ხარეს, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და საპასუხო მოქმედებები თუ არა ეგეთი აგრესიული განცხადებები პრაქტიკულად ცხინვალის ხელისუფლებას აღარ ახასიათებს, მაგრამ რასაკვირველია ყურადღებით უნდა ვიყოთ.